უნდა ვაკონტროლოთ თუ არა ჩვენი შვილების სოციალური ქსელები. ისევე როგორც სხვა ყველა საკითხში, მნიშვნელოვანია აქაც დავიცვათ ბალანსი, რადგანაც სრულმა კონტროლმა შეიძლება აფიქრებინოს თქვენ შვილს რომ არ ენდობით, ხოლო სრული თავისუფლებას დის კიბერბულინგის, ასაკისათვის შეუსაბამო ინფორმაციის მიღებისა და მენტალური ჯანმრთელობის რისკებს. არ არსებობს კონკრეტული ასაკი, როდესაც ბავშვი მზად არის სრული თავისუფლებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის სიმწიფეზე, ქცევაზე და გადაწყვეტილების მიღების უნარზე. რა არის პირველი ნაბიჯი ამ პროცესში? პირველი ნაბიჯი ამ პროცესში არის წესების შეთანხმება. შეათანხმეთ თქვენ შვილებთან, რამდენი დრო შეუძლიათ გაატარონ ონლაინ, ვისთან შეუძლიათ კომუნიკაცია, როდის უნდა გამორთონ ტელეფონი და რომელი მონიტორინგის ფორმაა მათთვის მისაღები. რა მონიტორინგის გზები არსებობს? არსებობს აპლიკაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მონიტორინგის პროცესში, პაროლების ცოდნა, რომელიც უკეთესია პატარა ასაკის ბავშვებთან და ასევე პერიოდული მონიტორინგი, რომელიც კარგია მოზარდებთან. შეათანხმეთ მათთან ერთად და პერიოდულობით ურჩევნიათ, რომ გააკონტროლოთ მათი სოციალური ქსელები. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მონიტორინგის დროს? მონიტორინგის დროს ყურადღებას ვამახვილებთ კიბერბულინგზე, რომელიც შეიძლება ხდებოდეს როგორც პირად შეტყობინებებში, ასევე ჯგუფურ ჩატებში, უცხო ადამიანებთან კონტაქტს, ფოტოებს, რომელსაც თქვენი შვილი აზიარებს საჯარო სივრცეში და ასევე პირად შეტყობინებებში და ასაკისთვის შეუსაბამო კონტენტს. როგორ რეაგირებთ თუ შეუსაბამო კონტენტს ან აქტივობას წავაწყდებით? არ ვიწყებთ ჯგუფს და დადანაშაულებას, მნიშვნელოვანია საუბარი დავიწყოთ მშვიდად. მე შევამჩნიე, მოდი ვისაუბროთ. საუბარი უნდა იყოს მშვიდი და განსჯის გარეშე. რა არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტები ამ პროცესში? ამ პროცესში ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტებია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ღია კომუნიკაცია და ერთობლივად შეთანხმებული წესები. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანი არ არის ჩვენი შვილების კონტროლი, ჩვენი მიზანია მათი უსაფრთხოება და მენტალური ჯანმრთელობა. გისურვებთ წარმატებას.